28-30 სექტემბერს ქუთაისში საქართველოს ჩემპიონატის სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 8 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 400-მდე მოჭადრაკე. აღნიშნულ ტურნირზე წარმატებებს მიაღწიეს ფოთელმა მოჭადრაკეებმა. ლუკა წურწუმია საქართველოს ჩემპიონი გახდა. მან ელვისებურ ჭადრაკში 18 წლამდე ჭაბუკთა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა. გაგა გვასალია საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა ელვისებურ ჭადრაკში 14 წლამდე ჭაბუკთა შორის. მან იგივე ასაკში სწრაფ ჭადრაკში მესამე ადგილიც დაიკავა. ნინო ლიპარტიამ 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან მესამე ადგილი დაიკავა როგორც სწრაფ, ასევე ელვისებურ ჭადრაკში 14 წლამდე გოგონათა შორის. ბრწყინვალე შედეგი აჩვენა გიორგი წულაიამ. 11 წლის გიორგიმ 18 წლამდე ჭაბუკთა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა. საქართველოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ის ასევე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ელვისებურ ჭადრაკში 12 წლამდე ჭაბუკთა შორის და მესამე ადგილი დაიკავა. ნინო შურღულაიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა სწრაფ ჭადრაკში 10 წლამდე გოგონათა შორის. ჯამში ფოთელმა მოჭადრაკეებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 22-დან 30 სექტემბრამდე ქალაქ ქუთაისში ტარდებოდა საქართველოს ჩემპიონატი 8-დან 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. მონაწილეობდა 18 წლამდე ჭაბუკებში 9 გოლიდან ავიღე 7.5 და დავიკავე პირველი ადგილი. ქალაქ ქუთაისში 27 სექტემბერს ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი 1900 რეიტინგურ კატეგორიას შორის. ეს ტურნირი შემოსწავლად დაძაბული იყო, რადგან 9 ტურის შედეგად 4 ხმა ერთნაირ და კოეფიციენტის შედეგად მე და დაუცქიბულის შორის ერთნაირი კოეფიციენტი მქონდა და გადათამაშება მოგვიწია. რომელიც სამ გადათამაშებაში გავიმარჯვე და გავედი პირველ ადგილზე.